თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ახობაძის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. პროცესზე ახობაძის საბოლოო სიტყვას მოусმინეს. განაჩენი ორშაბათს 28 ივლისს 10 საათზე გამოცხადდება საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განიხილავს. თავად ახობაძე თავს უდანაშაულოდ თვლის. მისივე თქმით ედავებიან რომ მასალა ჯიბეს შეედო, რაც ნიშნავს რომ მასზე ანაბეჭდები უნდა ყოფილიყო, თუმცა პროკურორს თითის ანაბეჭდებზე ექსპერტიზა არ დაუნიშნავს. როგორც ახობაძე განმარტავს, გამოძიებამ გაყალბებული დნმ-ის კვალი მოიპარა. გიორგი ახობაძემ თანამოქალაქეებს ბრძოლისაკენ მზია ამაღლობელის სიტყვებით მოუწოდა იბრძოლეთ სანამ გვიანი არაა. ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეების გამოსახლებისას დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადვოკატის განმარტებით, პოლიციამ სულ 17 პირი დააკავა, საიდანაც ნაწილი მცხეთის, ნაწილი კი კახეთის იზოლატორებში გადაიყვანეს. მისივე განმარტებით, ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავებულებს შორის გამოსახლებული მოქალაქეები არიან. გამოსახლება კერძო მესაკუთრის განცხადების საფუძველზე მოხდა, რომელიც ადგილობრივების თქმით ამბობს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა აუცილებელი იყო. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შენობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ყოფნას ადასტურებს. მოსახლეობა ხელისუფლების ნაბიჯებს უსამართლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ გამოსახლება უკანონოა, მათი მდგომარეობა კი არავის გაუთვალისწინებია. ხელისუფლების ნაბიჯებს აკრიტიკებენ ოპოზიციაშიც. ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს რთულ ვითარებაში აყენებს და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს. მათივე თქმით, მიმდინარე პროცესები სისტემურ პრობლემას წარმოადგენს. ოპოზიციაში კითხვის ნიშნები ისმის უსახლკაროდ დარჩენილი მცხოვრებლების ბედთან დაკავშირებითაც. ოპონენტების კრიტიკას ქართულ ოცნებაში პასუხობენ და აცხადებენ, რომ ყველა ნაბიჯი კანონის შესაბამისად გადაიდგა. ეს არის რეალურად ჩვენი ქვეყნის სოციალური ტრაგედია და სახელმწიფოს უმოქმედობის პირდაპირი შედეგი. სამი თვეა ფრაქცია თბილისის საქართველოსთვის და ჩვენი გუნდი ცდილობს ყველა გზით, რომ გამოსავალი მოეძებნა ამ პრობლემისთვის. არაერთხელ წერილობით მივმართეთ მერიას, ჩავატარეთ შეხვედრები მოსახლეობასთან, ვცადეთ მოლაპარაკება მეპატრონესას, თუმცა მერია გაქრა, დაიმალა, საერთოდ არ ჩაერთო მედიაციაში, არც დიალოგში და არც გამოსავლის ძიებაში. აქ არ არის მხოლოდ თბილისის მერიის უპასუხისმგებლობის ამბავი, ეს ყველაფერი მიუთითებს ქართული ოცნების მმართველობის სისტემურ გაუმართავობას, როცა ყველა რგოლი არის მოშლილი და არც ერთი რგოლი სახელმწიფოში არ არის ორიენტირებული ადამიანზე, ადამიანის უფლებებზე, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ჩვენ ვნახეთ ღია ცის ქვეშ დატოვებული ბავშვები. ნორმალურ სიტუაციაში აი საკითხი სასამართლოში უნდა ირკვეოდეს, ხა თუ ბოლოს მოქალაქეებს დავა აქვს. ერთი მოქალაქე მიიჩნევს, რომ რაღაც მისი საკუთრებაში ვიღაცას უკანონოდ შესახს და მას ბუნებრივია აქვს გამოსახლების უფლება, მაგრამ თუ სხვა ხალხი პირიქით მიიჩნევენ, რომ ეს მათ უფლება აქვს აქ ცხოვრება, ასეთი დავები ყოველთვის სასამართლოში წყდება. ვინაიდან არც სანდო სასამართლო გვაქვს, არც საკუთრების უფლების რაღაც ჩამოყალიბებული რაღაც ტრადიციები თუ სტანდარტები, გარე დამკვირვებლისთვის საერთოდ გაუკვირველია ვინ არის მართალი და მტყუანი, ანუ გასაგებია. ის რომ ბავშვები შენ გამოიყენოს ხვის იქონების მისათვისებლად და მე იქ შეიყვანო და იძახო, რომ ვინაიდან ჩემთან ერთად ბავშვია, შენ არა გაქვს უფლება შემოხვიდე და უკანონოდ დაკავებული ტერიტორიიდან გამიყვანო, ეს არის არასწორი. კანონის სასრულება უნდა ვისწავლოთ ყველა. გვინდა ეს, არ გვინდა, მოგწონს ეს, არ მოგწონს. კანონი უნდა აღსრულდეს. ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს. ეპიზოდთან დაკავშირებით უკვე დაიკითხნენ სადაზვერვო სამსახურისა და თავდაცვის ძალების ყოფილი ხელმძღვანელები. გახარია საქართველოსთვის ლიდერების თქმით, ჩორჩანას საქმეს ხელისუფლება ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განეიტრალებისთვის იყენებს. პარალელურად ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გახარიამ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღო და ახლა საკუთარ ქმედებებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს. ჩორჩანას გამოძიება არის ექს-პრემიერ გახარიანს მიმართ პოლიტიკური დევნის ძალიან ღია გამოხატულება. რეალურად ქართულმა ოცნებამ დაიწყო მოღალატეობრივი
საქმიანობა და ქვეყნის ტერიტორიების პირდაპირ დათმობა რუსეთის ფედერაციისთვის, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთ ჩორჩანაში ტერიტორიებს. თქონდა მათ შორის კანონითაც გათვალისწინებული ვალდებულება, რომ ელემენტარულად უსაფრთხოების საბჭოზე გაეტანა საკითხი და აზრი მოისმინა კომპეტენტური ორგანოებისა, მისი პირადი გადაწყვეტილებით დღეს საქართველოს დაკარგული აქვს ტერიტორია 1 მილიონი კვადრატული მეტრი და საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს ამ ტყის მასივებით და იქ არსებული მთელი რიგი საჭიროებებით. ამავდროულად ეხლა ტყუილს საუბრობენ და ეს ტყუილს საკუთარ ტყუილსვე გიორგი გახარია თვითონვე ამტკიცებს ხოლმე, თვითონვე წარმოაჩენს, რომ უბრალოდ ერთი დიდი მატყუ არაა. ევროპარლამენტი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირში იქამდე ვერ გაწევრიანდება, სანამ მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის. საკითხის შესახებ პოსტი ევროკავშირის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგომას აგრძელებს. ოპოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მეთიუ ბრაიზას განცხადებას ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ოცნების კურსს კარგად ხედავს და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა ოცნების ნაბიჯების ლოგიკური გაგრძელებაა. პარალელურად მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მეთიუ ბრაიზა საქართველოს წინა ხელისუფლების ღია მხარდამჭერი იყო და ახლაც წარსულ რიტორიკას ატარებს. მეთიუ ბრაიზამ მანამდე განაცხადა, რომ საქართველო კრიზისში აღარ არის ევროპული და ქვეყანა ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის სულ უფრო და უფრო ნაკლებად საინტერესო ხდება. ბრაიზას თქმით, საქართველო რუსეთის ორბიტაზეა გადართული და დაღმასვლას განიცდის. მისივე განცხადებით, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრად აღარ განიხილება. ფაქტი და მოცემულობა არის ერთი, რომ მეგობარ აქტს გავლილი აქვს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა, მას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების მხრიდან, საუბარია მხოლოდ სენატში კანონპროექტის განხილვის პროცედურებზე, ჩვეულებრივი წესით თუ დაჩქარებული წესით და ჩვეულებრივი წესით განხილვის ვადებთან დაკავშირებით ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ბატონ მეთიუ ბრაიზამ, როდესაც სიტყვა მარიონეტს ახსენებს, საკეში ჩაიხედავს და პირი გამოირიცხავს, როდესაც საქართველოზე განცხადებას გააკეთებს. ეს არის ადამიანი, რომელიც ხელს უწყობდა თავისი საქმიანობით და თავისი განცხადებებით კოლექტიურ ნაცმოძრაობას და ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მმართველობის დროს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო. მათ შორის ეს არის ადამიანი, რომელიც აცხადებდა, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს იყო დემოკრატია აყვავებული ჩვენს ქვეყანაში და დემოკრატიის შუქურა იყო მიხეილ სააკაშვილი. ეს ადამიანი აკეთებს ახლა ქართულ ოცნებაზე და ქართულ ოცნების ჯარისკაცებზე განცხადებებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია, რა თქმა უნდა. არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ განხეთქილება ამ დროისთვის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს პარტია გირჩი. გაერთიანებული ძალებით კი მონაწილეობას გეგმავენ პარტიები ლელო ძლიერი საქართველოსთვის და გახარია საქართველოსთვის. პარტია გახარია საქართველოსთვის წევრები აცხადებენ, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტში რჩება. პარტია გირჩის ლიდერი სანდრო რაქუიაშვილის განცხადებით, ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებს და მსგავსი ვითარება ქართულ ოცნებას აძლიერებს. პარალელურად ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ არჩევნებზე ოპოზიციას გამარჯვების შანსები არ აქვს და ისინი ქვეყნისთვის სასიკეთოდ არ მოქმედებენ. ამ არჩევნებზე როგორც ჩანს სამი პარტია იღებს მონაწილეობას, გირჩი, ქართული ოცნება და გალილეო და როგორც შედახვდებიან ლელო და გახარია ერთმანეთში კანდიდატებზე ალბათ ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ ვითარებაში როცა უდიდესი რესურსი ყოველწიურზე და ურთიერთლანძღვაზე იხარჯება ოპოზიციურ ფლანგს გულისხმობ, შეუძლებელი გახდება ქართული ოცნების დამარცხება. მაგრამ ჩვენ დიდი ხანია ჩვენ ვიწრო პარტიული მიზნების მიღწევისთვის ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და არა იმედით, რომ რაღაც ქალაქებს გამოგვიჯავთ. მათი შანსები არის ნულის ტოლი, იმიტომ რომ ყველა კარგად ხედავს ჩვენ საქართველოში, რომ ამ ადამიანებს ეს არჩევნები ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსასვლელად და უკეთესი სერვისების შესათავაზებლად არ ჭირდებათ. მათ ჭირდებათ არეულობის გასაღრმავებლად.